მოგესალმებით. დღეს თქვენს მიერ მოწოდებულ საკმაოდ უჩვეულო მასალებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ. თითქოს მომავლიდან არა, 2030 წლის კონცეფცია, მობილური აპლიკაცია TV ბაზალეთი ტბა. კი, ნამდვილად საინტერესოა. მით უმეტეს დღევანდელი აი ამ ინფორმაციული ქაოსის ფონზე. ხო, ზუსტად. მოდი ერთად ჩაუღრმავდეთ. რა არის, რატომ ფოკუსირებს მაინც და მაინც სოფელზე და ეკოლოგიაზე? და ეს თემების არიდება რატომ ხდება? კარგი, დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის, როგორც თქვით, 2030 წლის ხედვა. მობილური აპლიკაცია, რომელიც სულ მთლიანად ბაზალეთის ტბის გარშემო სოფლის ცხოვრებაზეა. ოღონდ როგორი, ნამდვილზე, სუფთაზე, ჯანსაღზე. ანუ არა ფეიქ ნიუსები და დრამები. არა, პირიქით. წყაროებში წერია, რომ აქვს live, ანუ პირდაპირ ეთერი, არქივიც და რაც საინტერესოა AI, ანუ ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერაც. აი ეგ მაინტერესებს. AI რა შეეხმარება? კონტენტის პოვმაში თუ რამე სხვა ფუნქცია აქვს? სავარაუდოდ ინფორმაციის მოძიება, შეიძლება პერსონალიზებაც ხო, ბაზალეთის ეკოლოგიაზე თუ გაინტერესებს რამე კონკრეტული. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ. კონტენტი მკაცრად კონტროლდება. ანუ მომხმარებელი ვერაფერს სტადებს თავისით. ვერა. მხოლოდ რედაქციის მიერ დამუშავებული პროფესიონალური მასალა, ეს ძალიან ძლიერი ფილტრია ფაქტობრივად. გასაგებია. და ეს ფილტრი მარტო ფორმატს არ ეხება, ხო? თემებსაც. კი, თემატიკასაც და მაგაზე ცოტა მერე ვთქვათ. მაგრამ მთავარი აქ ალბათ მაინც ეკოლოგიური მისიაა. აპლიკაციის გული და სული ეს არის ბაზალეთის ტბა, ტყეები, ბაღები, მთელი გარემო რომ შევინარჩუნოთ მომავლისთვის. თქვენს მასალებში ვნახეთ ტყის შეხვლაზეა დიდი აქცენტი, რეალური ფაქტები, ვიდეოები, პირდაპირ დაზიანებული ადგილებიდან, ხალხთან ინტერვიუები. კი. და ის ციტატაც ძალიან ძლიერია. ტყე რომ დაგეკარგება, ჩრდილიც აღარ დაგრჩება. მძაფრად გადმოსცემს სათქმელს, არა? ურნები არა, ანაღავს ყრიან არამედ. გამოსავლის ძიებაც. მაგალითად, რუბრიკა დაასუფთავე შენი სოფელი და ის სლოგანიც მომეწონა. დასუფთავდი შიგნითაც და გარეთაც. ხო, შინაარსიანია. და რა თქმა უნდა, თვითონ ბაზალეთის ტბა. დოკუმენტური სერიებიო, წყლის ანალიზებიო, ახალგაზრდული აქციები. ხო, ხაზგასმა იმაზე, რომ წყალი არის ყველაზე ძვირფასი რესურსი სოფლისთვის. ესეც მნიშვნელოვანია. ამას ემატება სხვა ეკოინიციატივები, ჯანსაღი ცხოვრება, ახალგაზრდული პროექტები. ის პოდკასტი დარგეხე საინტერესო ჟღერს. კი, სკოლების ჩართულობა, ტყის აღდგენა, პრაქტიკული რჩევები და იქაც კარგი ფრაზაა წყაროებში. დარგეხე და თქვი, ეს ჩემი სუნთქვაა. ანუ ემოციურ კავშირსაც აძლიერებს ბუნებასთან. ვნახე რუბრიკებიც, მწვანე ამბავი, ეკოხმა ბაზალეთიდან, შენი ხე, ეს რუკაა, ხო? დარგული ხეების. დიახ, ინტერაქტიული რუკა და სუფთა კვირა, მოხალისეების ქრონიკები. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან კონკრეტულ მიზანმიმართულ სურათს. კარგი, გასაგებია, რას აჩვენებენ. ახლა იმაზე გადავიდეთ. რას არ აჩვენებენ, ეს მართლა უნიკალურია. ნამდვილად, მკაცრი რედაქციული პოლიტიკაა. ესე იგი, არანაირი პოლიტიკა. მით უმეტეს პარტიული ან საარჩევნო. საერთოდ. ასევე არ ეხებიან რელიგიურ თემებს და კატეგორიულად არ არის სამედიცინო რჩევები ან რეკლამა. ვაუ, ეს ძალიან რადიკალური კურატორობაა. რატომ? წყაროები რას ამბობენ? რა არის ამის მიზეზი? უბრალოდ პოზიტივის შენარჩუნება? თუ რამე სხვა იდეაა? იცი, ეს არ არის უბრალოდ ცუდს თვალი ავარიდოთ. უფრო ღრმა არჩევანი ჩანს. ერთი მხრივ ხომ ხედავთ რა ხდება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. კი, გლობალური პრობლემაა. ხო და ეს პლატფორმა ცდილობს, რომ შიშის და რაღაც მშრალი სტატისტიკის მაგივრად ადგილობრივი ადამიანური ისტორიებით ილაპარაკოს. ბუნების სიყვარულზე დაფუძნებული მიდგომით, რა? ანუ უფრო გულით მიდგომა. დიახ. და მეორე მხრივ, ეს არის მცდელობა, რომ შეიქმნა სივრცე, რომელიც თავისუფალია ამ მუდმივი პოლარიზაციისგან, აგრესიისგან, ინფორმაციული ხაოსისგან. აქცენტი კეთდება იმაზე, რაც აერთიანებს, ბუნების დაცვა, თემის ერთიანობა. ანუ პრობლემებს კი არ მალავენ, უბრალოდ ფოკუსი გადააქვთ საერთო მიზანზე. ზუსტად.
ადგილობრივი საზოგადოების გაერთიანება, ახალგაზრდების, მოხუცების, ოჯახების, აი ამ კონკრეტული პოზიტიური მიზნის გარშემო. წყაროებში ამას ეკომხარდაჭერის საზოგადოების შექმნის მცდელობას ეძახიან. საინტერესო ტერმინია. გასაგებია, ანუ ფოკუსი ლოკალურ ქმედებაზე და ერთობაზეა. ავტორებიც არიან ნახსენები, ხო? იოსებ ძახაშვილი და დაჩი ბერძენიშვილი. კი, მათი სახელები ფიგურირებს. ძახაშვილი როგორც მთავარი ჟურნალისტი, მწვანე ხმოვანი ჟურნალისტიკის მოყვარულიო და ბერძენიშვილი ოპერატორი და ვიზუალური ქრონიკების ავტორი. ალბათ მათი ხედვაა ეს. სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში რას ვიღებთ? ჰიპერლოკალური, ძალიან მკაცრად გაფილტრული ეკოლოგიაზე ორიენტირებული მედია, რომელიც ცდილობს შეამციროს ეს საინფორმაციო ხმაური და მოგვცეს პოზიტიური, ქმედებაზე ორიენტირებული შინაარსი. ზუსტად ასეა. კარგი, მოდი შევაჯამოთ ჩვენი მსმენელისთვის. ესე იგი, შენთვის რომ გასაგები იყოს. ეს არის იდეა მედია პლატფორმაზე, რომელიც ძალიან ფოკუსირებულია. ცდილობს შექმნას მხოლოდ დადებითი, ეკოლოგიაზე აწყობილი სივრცე, კონკრეტული ადგილისთვის, ამ შემთხვევაში ბაზალეთისთვის. და დაფიქრდი, შენ პირადად როგორ შეიძლება შეცვალოს ასეთმა მიდგომამ შენი დამოკიდებულება. ადგილობრივი საკითხების მიმართ, ან თუნდაც გარემოს დაცვის მიმართ. ხედავ თუ არა ამაში გამოსავალს. აი ამ ინფორმაციული გადატვირთვის პრობლემისგან თავის დაღწევის საშუალებას. და კიდევ ერთი კითხვა. ცოტა უფრო ფართოდ რომ შევხედოთ. ეს მოდელი, ჰიპერლოკალური, კურირებული, პოზიტიურ ქმედებაზე ორიენტირებული, რამდენად შეიძლება იმუშაოს სხვა თემებზე, ბაზალეთის გარემოს დაცვის გარდა. ხო, საინტერესოა. როგორი იქნებოდა ასეთი პლატფორმა შენი უბნისთვის მაგალითად? ან შენი ქალაქისთვის, ან თუნდაც შენი პროფესიისთვის? სივრცე, რომელიც გაფილტრავდა ყველაფერს ზედმეტს და მოგაწვდიდა მარტო იმას, რაც მართლა ღირებულია შენთვის. აი ამაზე დაფიქრება ღირს.